მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო, მე გიბრუნდები სპორტული სიახლეებით და დავიწყოთ დღეს არის 26 ივლისი, მთავარი ამბები, რამდენ ამბავს გაგიზიარებთ. პირველ რიგში იმით დავიწყოთ, რომ ლუკა მოდრიჩის ტრანსფერი დადასტურებულია მილანში, კერძოდ ითამაშებს სერიაში და ლუკა მოდრიჩის მერე წასვლის მერე როგორც გახდა ცნობილი, ლუკა მოდრიჩს 10 ნომრიანი მაისურს კი მოიგებს კილიან მბაპე, რომელიც ლუკა მოდრიჩი თამაშობდა მადრიდის რეალში ამ წლების განმავლობაში. კიდე რა შეეხება ალესანდრო აზოზი, რომელიც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე იღებდა უკვე რეალის რანგში, რეალში იღებდა მონაწილეობას, კარიერას რეალში აგრძელეს ალესანდრო აზოზი, რომელიც უკვე ლივერპულიდან გადავიდა და მადრიდის რეალს შეუერთდა. ეხლა კი რა შეეხება ჩემო მსმენელებო, პრინციპში კიდე მთავარი ამბავი ის არის, რომ გიორგი მიქავტაძეს იგივე დასრულდა ხმაურიანი ტრანსფერები, თითქოს შესაძლო ტრანსფერებზე იყო საუბარი, დასრულდა ეს საგა, როგორც იქნა და გადაწყვეტილია უკვე, რომ ლიონში გააგრძელებს კარიერას 2028 წლამდე და გიორგი მას თვითონაც განაცხადა, რომ მე ახლა არ მარტყობს გუნდის შესვლაო, მე ამ გუნდთან ერთად არაერთ წარმატებას უნდა მივახტიო. ეხლა კი როგორც მოგეხსენებათ, კიდე ვარაუდით ითქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა მადრიდის რეალშიც კარიერის გაგრძელებასთან თემას, მაგრამ ეს ოფიციალად არ დადასტურებული, მხოლოდ ვარაუდზე ითქვა, რომ იყოს შესაძლოა, რომ მე მადრიდის რეალსაც შეუერთდებოდიო, ხვიჩამ ასე განაცხადა. ეხლა კი რა შეეხება კიდე ქოჩორაშვილზეც, რა თქმა უნდა, ჯერ არა ოფიციალური თამაშები ჯერ და ეს ოფიციალური თამაშები სადღაც 15 დაგვიწევთ, 17 დაგვიწევთ დაიწყება ჩემპიონატები. ეხლა კი მე მინდა გითხრათ მადლობა მოსმენისთვის, ჩემო კეთილო მსმენელებო, ძალიან მიყვარხართ რომ მისმენთ და კიდე არაერთი საინტერესო ვიდეო შემოგთავაზებთ და დატვირთული კარგი ამბებით. თუ მოგეწონათ ვიდეო, და ლაიქით გამოიწერეთ, არხი გააზიანეთ მაქსიმალურად.